დიდი თუ პატარა სახელმწიფოების გამორჩეულო წარმომადგენლებო, მე თქვენ მოგმართავთ არა როგორც დიპლომატი ან და ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ბანკეტზე სიარულს ან საზეიმო ვითარებაში ხელის ჩამორთმევას. მე იმისთვის არ მოსული ვარ, რომ დახვეწილი პოლიტიკური ფრაზებით გესაუბროთ. მე აქ მოსული ვარ როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, დაწყულებული მიწის მცველი, იმ კონტინენტის შვილი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ჯვარი იტვირთა, თუმცა გამარჯვების გვირგვინი ჯერ ვერ მოირგო. ჩემი სახელია კაპიტანი იბრაჰიმ ტრაუერი, ბურკინა ფასოს პრეზიდენტი და დღეს ვსაუბრობ არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის 22 მილიონი ადამიანის სახელით, არამედ იმათი სახელითაც, რომელთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რომელთა ტკივილიც უგულებელ ყოფილი იქნა და რომელთა ღირსებაც არაერთხელ შეიბღალა საგარეო ინტერესების გამო. აფრიკა არ არის მათხოვარი, აფრიკა არ არის ბრძოლისველი, აფრიკა არ არის თქვენი ექსპერიმენტების ადგილი, მარიონეტი, თქვენი ნედლეულის საცავი. აფრიკა იმისთვის არ არსებობს, რომ ვინმეს წინაშე დაიჩოქოს. არამედ ფეხზე დადგეს და დღეს მე ამ დიდი ასამბლეის წინაშე ვაცხადებ, რომ აფრიკა არ დაიჩოქებს. ის ქეთს არ მოიხრის გლობალური პოლიტიკის ყალბი დიდსულოვნების წინაშე. ათწლეულობის მანძილზე ჩვენ გვიგზავნიდით დახმარებას ერთი ხელით და მეორე ხელით სიცოცხლეს გვისპოვდით. თქვენ ჭებს აშენებდით სოფლებში და ამასთანავე თქვენი კორპორაციები აშრობდნენ მდინარეებს. თქვენ გვაწვდით ვაქცინებს და აპატენტებდით სამკურნალო საშუალებებს. თქვენ საუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე და აგრძელებდით იმ ძალების დაფინანსებას, რომლებიც წვავენ ჩვენს ტყეებს და აშრობენ ჩვენს ტბებს. ეს რანაირი დიდსულოვნებაა? ის, რომელიც კვებავს პირს, მაგრამ გიხშობს ხმას. ადამიანს ტოვებს ცოცხალს იმისთვის, რომ მათზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ ბრმანი არა ვართ ასეთი ფარისევლობისადმი. ნება მიბოძეთ, ცალსახად გითხრათ, ჩვენ უმადურნი არ ვართ იმ გულწრფელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რაც მივიღეთ, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ გლობალურ წესწყობილებაზე, რომელიც ექსპლუატაციას ნიღბავს პარტნიორობის საბურველში. ჩვენ უარს ვამბობთ ისეთი ფინანსური დაწესებულებებისგან დაფინანსების მიღებაზე, რომლებიც ერთი ხელით თითქოს გვეხმარებიან და მეორე ხელით სუვერენიტეტს გვართმევენ. აფრიკას აღარ სჭირდება საქველმოქმედო დახმარება, ჩვენ სამართლიანობა გსურს, ჩვენ საკუთარი ბედის თავად წარმართვა გვინდა, ჩვენ გსურს თავი დავაღწიოთ კოლონიალიზმის თანამედროვე შთამომავლებს. ჩვენი ძროებები არ არის ახალი, ჩვენ ისინი მემკვიდრეობითად გვერგო იმპერიის მშენებლობის ახირების გამო, რომლებიც ჩვენ გვიყურებდნენ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც იაფფასიან საქონელს. ჩემი წინაპრებისთვის რჩევა არავის უკითხავს, როცა რუკებს სახაზავით ქმნიდნენ და კომპასებს ამზადებდნენ ბერლინში. ბურკინა ფასოს საზღვრები, ისევე როგორც სხვა მრავალი აფრიკული სახელმწიფოებისა, არ შექმნილა ჩვენი წინაპრების მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ფეხი არასდროს დაუდგამთ ჩვენს მიწა-წყალზე, რომლებმაც არაფერი იციან ჩვენი ენის, ტომების ან და ხასიათის შესახებ. დღეს კოლონიალიზმს ახალი სახე აქვს, მასაც სვია პიჯაკი, ის მასპინძლობს ფორუმებს, ის ხელსაწერს ხელშეკრულებებს ჟენევაში, პარიზსა და ვაშინგტონში. ის სუვერენიტეტს გვართმევს ჩვენი თანხმობის